თუ ის ინფორმაცია დადასტურდა და როგორც ჩანს დასტურდება ფოტომასალის მეშვეობით, რომ ბატონი სოსო თოფურიძე ლოცულობდა სტამბოლში, მას რა თქმა უნდა დაკავების შემთხვევაშიც და დაკავებამდეც აქვს ეს უფლება შენარჩუნებული, რაც არის ლოცვის უფლება და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მოითხოვს ლოცვისას ადამიანის დაკავებას. რაც შეეხება მომავალს, გადამოწდება ინფორმაცია დარჩა თუ არა ის ლოცვის შემდგომ იმ ქვეყანაში თუ გადაადგილდა. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, მან საქართველოს დატოვების შემდეგ რამდენიმე ქვეყანა მოიარა, ამიტომ აუცილებელია შემოწმდეს მისი მუდმივი ადგილსამყოფელი არის თუ არა ეს ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება სამართლებრივი ზომები მიღებული, რომ ის იქნეს დაკავებული. ოლეგ მელნიკოვი აუცილებლად იქნება ჩამოყვანილი საქართველოში. გული დაიმშვიდეთ, ეს ასე იქნება. და რატომ? ჩვენ ის ვადები, რაც არის მინსკის კონვენციით და ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული, დავიცავით და არავითარ შემთხვევაში 16 იანვარს ექსტრადიციის ვადა არ გადის. ის ვადები, რომელიც ამ ორ საერთაშორისო დოკუმენტში არის გაწერილი, მინსკის კონვენციით ეს გახლავთ 30 დღე და ევროპული კონვენციით ეს გახლავთ მაქსიმუმ 40 დღე, მაგრამ რის ვადაა ეს? ეს არის ვადა, რომელშიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა წარადგინოს მასალები. ეს მასალები იქნა ვადაში წარდგენილი და ამჟამად ჩვენი უკრაინელი კოლეგები მუშაობენ იმაზე, რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ამასობაში ოლეგ მელნიკოვი რჩება უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში და დარჩება ის ამგვარ პატიმრობაში მანამ სანამ არ იქნება ჩასმული თვითმფრინავში და გამომგზავრებული თბილისში.